გაყიდულო შე გაჩუმედა მეთქი გაჩუმედა გაგაჩუმე შე მართლა ტრანსგერდერო შე შეხედე შეთა ტრანსგერხარ თამხედავ შე ვის უბედავ ეგრე ლაპარაკი ვის უბედავ მეთქი ეგრე ლაპარაკი კარგი ხალხო სირცხვილია რა არის ყვირილისა და ურთიერთშეურაცხყოფის ფონდზე წარიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხდომა, სადაც ბორდის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. განსახილველად საკითხთა შორის იყო მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაშავებული პირების გაშუქება და არხის სარედაქციო პოლიტიკა. სამეურვეო საბჭოს წევრები არხის ხელმძღვანელობას ტელევიზიის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც არ ემხრობენ ხელისუფლებას, არათანაბარ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ. შემატკივარმა და ბორდის თავმჯდომარემ არხის მეურვემ, მაუწყებლის მეურვემ, რომელიც განიცდის და გულშემატკივროს თავისი არხის რეიტინგს, სახელს და რეპუტაციას, რატო არ წაიყვანა თან გადამღების ჯგუფი ადამიანთან, რომელიც დაშავდა გედედეს მიერ სასტიკი მომხრობის შედეგად. რატო არ გადაიღო? ერთი წუთი. პირველი მაინდა გთხოვოთ რომ დაზოგოთ იოგები, იმიტომ რომ ისედაც მე არ იოგები დაზოგა მიპასუხეთ კითხვებს. ადამიანი წავიდა, ეშველა მეორე ადამიანი უნდა უყვედი იოგები. უნდა უპასუხო რას უნდა უპასუხო. მე მინდა ადამიანი წავიდა რომ ეშველა თავის თანამშრომლისთვის და ტელევიზია დაეყანა იქა. სისულელეს ლაპარაკი. მოდი ეს არ არის სისულელე, მომხდარი ფაქტი უნდა ავსახოთ. მომხდარი ფაქტი უნდა აგვესახოთ. მართლა ბედროვე ცნობი მოდი ეს ყველაფერი დაიწყო იმით რომ ჩვენმა გენერალურმა დირექტორებმა ჩვენ დაგვაბარა რომ ჩვენ ამ ადამიანის სახელი და გვარი არ გვხსენებია. როდესაც ნინო ზაუტაშვილზე საშინელი ბრალდებები იწერებოდა შიგნითაც ჯგუფში არა თუ გარეთ ერთხელ მითხარით რომელმა თქვენგანმა გადაწყვიტა სასწრაფო კრება მოეწვია თქვენი სახე თუ არის ნინო ზაუტაშვილი თუ თქვენ მას განით აღიქვამთ როგორც თქვენი არხის წარმომადგენელს რატო თქვენ არიყავით პირადად ბატონო ვასილ თქვენი დირექტორობის პერიოდში არისო მე რომ დამაბრალეს რომ თურმე ვაწამებდი ადამიანებს და მე ინტერვიუს ვიღებდი ეს არისო ბულინგი თუ არ მეკუთვნოდა მე რომ თქვენ დაგეცავით მაშინ მოიწვიეთ ვინმე მაშინ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაავალეთ რომ დაიცავით ეს ქალი რომელსაც ამას აბრალებენ რატო ხართ ესეთი გულანთებული ახლა და მაშინ რატო გეკიდათ ეს ფეხებზე თუ არ ვიყავით თქვენი თანამშრომელი თქვენ მოძებნეთ იატაკის ქვეშ კარადაში და სადაც გინდათ როდიონოვები ვერ დამაბრალებთ იმას რაც არ მითქვამს ვერ დამაბრალებთ მეთქი გეუნებით რა გინდა ბოლო თქვა რომ მე დირექტორობა მინდა არ მინდა დირექტორობა არ მინდა და ამას დაინახავს საზოგადოება რა გინდათ მითხათ მე როდიონოვები მე ნაციონალი არავა თქვენ გაცილებით ახლოს იყავით ნაციონალებთან ვიდრე მე და რატო ტენი თქვენ რა დირექტორობა გინდათ თუ არ გინდათ იმიტომ რომ ეგ თქვენი საქმეა და გაიგებ თქვენი პირადი საქმე მე სხვა რამის ფერმები ანუ მე პატიოსნება არ მაქვს მიმქისებ რომ მე შეგაგინეთ და პატიოსნება არ მაქვს რომ ვაღიარო რაც არ გამიკეთებია იმას არაფრის დიდებით არ ვაღიარებ ან დამიმტკიცებ ან მე ჩავიდინე უბედურება სილისამებაზეც ბოდიში უნდა მოიხადო კიდე ერთხელ ვიძახი რომ ვასიკო სერიოზულ საკითხებზე იყო ლაპარაკი ტელევიზიაში რაც ხდება და ის დასტურდება მე აბრალდებაც მაქვს წარმოდგენილი რომ 2017 წლიდან მოყოლებული აი ეს თუნდაც გავლენა როგორ ტარდება იცით ტელევიზიაში მათ შორის საინფორმაციოში ვასილ მაღლაფერიძის მიერ დირექტორობის დროს დანიშნული კადრები ქმნიან სარედაქციო პოლიტიკას მომისვინე აგიხსნით შევხვდა დავჭდეთ და მე თქვენ გასწავლთ უყურეთ როგორ არის მომისვენეთ როდეს იმიტომ რომ დღეს ახლა ჩავთვალე რომ სამოქმედო იყო და მაგით მე პირადად 28 ნოემბერს არ დაიღო 28 ნოემბრის შემდეგ განვითარდა ეს ყველაფერი მე როცა ჩავთვალე რომ სამოქმედო იყო მაშინ ვინ მოქმედე და ან მაგით დამიმტკიცე რომ მე რამე საპოლიტიკური აპელაცია მაქვს კუჭია გაშლილიო რატო იყო მაშინ და ეხლა აქტუალური რატო აღარ არის დესტრუქცია შემოგაქვთ ეს არის დესტრუქცია ეს არის მცდელობა რეალური პრობლემებიდან ერთზე გადაიტანოთ მე ბატონ ვასილ გამჭვირვალებაზე რომ საუბრობ ბატონთან ამასთან საერთოდ კონტაქტი არ მქონია სალაბი ლიფტში შევხვდით ორჯერ დერბაში როგორ გეკადრება გეუბნებოდი კამერები ამოიღე მოიცადე და თქვენ შეიძლება არ ახართ საქმის კუში და ხა იცოდეთ აბა გაიცადით სახში მარტო შეგინება კი არა და გაიკითხეთ ორი წლის წინ შეუმითვალა დედა თქვენმა რომ პორჩიო შემიწყოს ხელი რომ მოხვდეო აი არჩევნები რო იყო და ჩვენ შორ
მოიცადეთ თქვენ ხარ რა შუაშია ჩემთან მოგიცა რა ჩემთან რა შუაშია თუ შეიძლება არაფერ შუაშია ჩემთან რამე შუაშია არის ბატონო ჩემთან ამასაც დაადასტურებ დავიცეულები წარმოადგენ ეს არა ნორმალური რა რაცხე მოიცადეთ თქვენ მართლა ხო მოიცა თქვენ გონიათ რომ დაატოვეთ ახლა და თქვენს გეტყვით თუ გიდა არა თქვენს გეტყვით თავარი ფოკუსი უნდა გაასწოროთ აღარ მაინტერესებს თქვენი აზრი თქვენ გეტყვით პირადად შეომითვალა რომ მომისმინე ეს არის მთელი ამბავი 2 წელი რომ მე ასევე უთხარი რომ არავით არის ერთი წამი რა ჩვენ გავდივართ აღარ შეგაწყვეტ თავისუფალი ხარ